დილა მშვიდობისა, გურუ. ბიტკოინი სტაბილურად ინარჩუნებს. Amazon-ი გაიზარდა ძლიერი შემოსავლის შემდეგ, ხოლო Apple საათების შემდეგ დაახლოებით 8%-ით დაეცა, მიუხედავად იმისა, რომ შემოსავლების შეფასებები აჯობა. როგორც ჩანს, ბაზარი შეშფოთებულია შენელებული ზრდის გამო. დღეს ჩვენ განვიხილავთ ბიტკოინს, Apple-სა და Amazon-ს. მე უფრო მცირე პოზიციები მაქვს Apple-სა და Amazon-ში და ადრე დავამატე Amazon-ში. ჩემი სამი უმსხვილესი საფონდო პოზიციაა Google, Amazon და Alibaba. მე დავასახელე მათი ფასი მოგების კოეფიციენტები დაახლოებით 26, 29 და 18 შესაბამისად. ასევე დავიწყე მცირე პოზიციები Apple-ში, Sms'სა და Foxconn-ში. ამ უკან დახევის შემდეგ მე შეიძლება ვიყიდო მეტი Apple, ხოლო Amazon უკვე მკვეთრად მაღალია წინასაბაზრო გარიგებაში. გამოიწერეთ, დაალაიქეთ და ჩართეთ შეტყობინებები. 6 წელიწადნახევრის განმავლობაში ვაკეთებ უფასო ყოველდღიურ ვიდეოებს და ვაკეთებდი ინვესტიციებს და გარიგებას 25 წლის განმავლობაში. ეს არ არის ფინანსური რჩევა. მე ვაჩვენებ საკუთარ გარიგებებს, მოგებებს და წაგებას. გამოიყენეთ ინფორმაცია სწავლისთვის, მაგრამ მიიღეთ საკუთარი გადაწყვეტილებები. We're going to technicals and then I'll show you the elite traders group, Fable and things like this. Meta was down 8% or not bad. Apple ვაჭრობის დასრულების შემდეგ მკვეთრად დაეცა და ბოლო $340 მაქსიმუმის შემდეგ დაახლოებით $313-თან ივაჭრებოდა. გრაფიკზე ვარდნა დაახლოებით 8-9%-ია. კომპანიამ შემოსავლის მოლოდინს გადააჭარბა, მაგრამ პროგნოზმა ზრდის შენელება აჩვენა. ამიტომ ეს კორექცია შესაძლოა შესყიდვის შესაძლებლობად იქცეს. After reaching all-time high of 340. New all-time high for Apple, and now it's sitting down about 9%. Let's check what their earnings said. So Apple, we can see here the news. Apple-ის კვარტალური iPhone-ის შემოსავალი 54-25 მილიარდი დოლარი იყო, სერვისების 30, 74 მილიარდი, Mac-ის 10, 35 მილიარდი, iPad-ის 6, 19 მილიარდი და ტარებადი მოწყობილობების 7, 88 მილიარდი. სხვა სათაურში რეკორდულია 9, 4 მილიარდი დოლარის საერთო შემოსავალი და 50%-იანი მთლიანი მარჟა იყო ნაჩვენები. მეოთხე კვარტლის ზრდის პროგნოზი 9-11%-ია, ბაზრის დაახლოებით 12%-იან მოლოდინზე ნაკლები. That means Apple for the year for the quarter would actually beat the last year's earnings. Apple-ის წლიური მაჩვენებლებია დაახლოებით 416 მილიარდი დოლარის შემოსავალი და 112 მილიარდი წმინდა მოგება. ბოლო კვარტლის გრაფიკზე დაახლოებით 111, 18 მილიარდი შემოსავალი და 29-58 მილიარდი წმინდა მოგება ჩანს. ზრდა დადებითია, თუმცა წინა კვარტალზე ნელია. ფასი მხარდაჭერასთანაა, შემდეგი ზონებია 302 და $275. ბაზრის გახსნამდე შესაძლოა მცირე რაოდენობა დავამატო. Bitcoin holding steady 64,700, not much of a pullback. You can see Bitcoin-ი $64,700-თან ახლოს არის. ყოველდღიური ჩარტში რჩება ზედმეტად გაყიდვადი და ფასი დაბრუნდა მის არხში მას შემდეგ, რაც მხარდაჭერიდან 62,700-მდე ამოვიდა. თავმხრების შესაძლო შებრუნებული ნიმუში რჩება ხილული, თუმცა უფრო მოკლე დროში იწყება უფრო დაბალი სიმაღლეების ჩვენება. Bitcoin lower high though. Everyone see it? That's lower highs. So we had here higher high, higher high, HH. Now it's a LH, lower high. And also თანმიმდევრობა შეიცვალა უფრო მაღალი ტემპერატურიდან ქვედა სიმაღლეზე და ქვედა დაბალზე, ამიტომ სიფრთხილე მაინც საჭიროა. ჩემი ახლო მდებარე ბიტკოინის მხარდაჭერა არის დაახლოებით 62,448,000 დოლარი. უფრო დიდ ვადებში შებრუნებული თავი და მხრები რჩება პოტენციურად ზრდის ფორმირებად. So it's still looking like inverse head and shoulders on Bitcoin. Let's go into the daily. You can see the inverse head and shoulders more clearly. I would put supports at 62,400, 60,600. I'm currently in a trade. It's almost back to break even on the trade.
ჩემი 1.5 ბიტკოინის ლონგი, რომლის შესვლის ფასი დაახლოებით $64,659-ია, ნაჩვენებ მომენტში დაახლოებით $145 მცირე მოგებაში დაბრუნდა. 0.5 ბიტკოინის ყიდვის ორდერები სხვადასხვა დონეზე მაქვს განთავსებული. განხილული შემდეგი ზონებია $63,500, $62,700 და $66,000. ქვედა ორდერებს ავტომატურად გააქტიურების საშუალებას მივცემ. Then 60,600 for another, that's almost there, for another half a Bitcoin. So I've got laddered orders down. I'll let those orders activate by themselves. Let's go into, now we did Apple, now let's go into Amazon. Amazon რეგულარულ გარიგებაში დაახლოებით 3 სექტემბერი პროცენტით გაიზარდა და საათების შემდეგ მიაღწია დაახლოებით $247, რაც ღამით 8 აგვისტო პროცენტს უახლოვდება. ჩვენ დავამატეთ დაახლოებით $225, როდესაც შეფასება უფრო დაბალი იყო. ყველა დროის მაქსიმალური მაჩვენებელი დაახლოებით 279 კი-ია. ყოველდღიური, ყოველკვირეული და 4 საათიანი ინდიკატორები მაღლა იწევს, მაგრამ მე არ გამოვიდევნებდი ასეთ დიდ წინსვლას ბაზრობამდე. I would be careful chasing though. It would have been better if you got in a little bit earlier, but they had smashing earnings apparently. Q2 net income soared to 62 billion, half of Apple's, but 62 billion and 20% sales growth and Amazonis შედეგების ეკრანზე გაყიდვების 20%-იანი ზრდა, ოზის რეკორდი და ძლიერი სარეკლამო ბიზნესი იყო აღნიშნული. შემოსავალმა $261 მილიარდი შეადგინა, მოლოდინი კი $197.03 მილიარდი იყო, სხვაობა დაახლოებით 3.57 მილიარდია. ხარდაჭერის ზონებია $229 და $225. 8%-იანი ნახტომის შემდეგ ბაზრის გახსნასა და მხარდაჭერის ჩამოყალიბებას დაველოდებოდი. But I wouldn't chase after an 8% pump in pre-market. Wait till the market opens and it actually finds its support. But it is oversold, turning up. It's going for all-time high, and fundamentally, Amazon is amazing. Their PE ratio is sitting now at 27 times. Amazonis ნაჩვენები ფასი მოგების კოეფიციენტი იყო დაახლოებით 27. მისმა ძლიერმა მაჩვენებლებმა აჩვენა დაახლოებით $716, $92 მილიარდი შემოსავალი და 67 მილიარდი წმინდა შემოსავალი, ძლიერი ძლიური ზრდით. მე შეიძლება დავამატო Amazon-სა და Apple-ს გონივრული უკანდახევები, რადგან ორივე კომპანიამ ძლიერი შედეგი გამოიღო. Because they still smashed earnings and it was all-time high and now it's got a pullback. In Clash of AIs, Fable went long on Amazon. Fable went long on Amazon before the earnings. ხელოვნური ინტელექტის სავაჭრო ჯგუფში Fable-მა Amazon-ზე ლონგი შედეგებამდე გახსნა. Keme 3 ima SpaceX-ზე, Clar Opus 5 ima Bitcoin-ზე, ხოლო Grok 4 მაისი ima Meta-ზე ლონგი გახსნა. Fable-ს ნავთობზეც ლონგი ჰქონდა. ეს მოდელები სიგნალებია და არამომავალი შედეგების გარანტია. Went long on Meta, and that was before the earnings yesterday. And Fable is long on oil. You can join all the links below. Bybit 30k bonus, WEX $200 bonus. ქვემოთ მოყვანილი ბმულები მოიცავს Bybit $30,000-მდე ბონუსით, WEX $200 ნოკეკ ბონუსით, უფასო Telegram-ის საზოგადოებას, Elite Traders ჯგუფს, Clash of AIs, კრიპტო კურსს და საფონდო ბაზრის სამაგისტრო კურსს. And you can see some of their comments. I'm up 120. I made 15,000 with Uber. Thank you, Guru. I made 25,000 last week. I turned 10k into 35k in the process buying $2 million house. And you can see some comments from students. Let's read some of your comments. საზოგადოების წევრებმა საკუთარი შედეგები დაასახელეს. Uber-ის გარიგებით $15,000, ერთ კვირაში 25,000 და 10,000-დან 95,000-მდე ზრდა. სხვა კომენტარებში Bitcoin-ის შესაძლოა სკერს 58,000-დან და ომის ამბების გავლენას განიხილავდნენ. ეს თავად მაყურებლების განცხადებები და მოსაზრებებია. News is a narrative, but when you start wars, when you promise no new wars, and a war with the Persian Empire, of course it's going to drop markets. It will drop markets massively. He killed the pump in Bitcoin and stocks. Fantastic analysis. Thank you. Good morning, Legend Pump. Good morning. First comment. Thank you very much. Awesome. Thank you. ეს იყო დღევანდელი ბაზრის განახლება. ჩემი ყველაზე დიდი პოზიცია Google-ია, ასევე ვზრდი პოზიციებს Nvidia-ში, Apple-ში, Amazon-ში, Foxconn-ში, TSM-ში, Tesla-სა და Bitcoin-ში. დაახლოებით 80% კვლავ ნაღდ ფულად მაქვს. ეს ფინანსური რჩევა არ არის.
გამოიწერეთ და სურვილები კომენტარებში დაწერეთ. თუ ჩემი ნამუშევარი მოგებაში გეხმარებათ, გაავრცელეთ მშვიდობის გზავნილი და დაიცავით ბუნება, ხეები, ცხოველები და ერთმანეთი. კარგ დღეს გისურვებთ და ხვალამდე. I would still say I'm about 80% in cash, and my biggest holding right now is Google. That's my updates in the market. Hit the subscribe button. Have an amazing day, and I'll see you. And if you make money from me, push messages of peace, protect the nature, the trees, the animals, and each other. Have an amazing day, and I'll see you all again tomorrow.